საქართველოს ეკლესიისთვის გამორჩეული წმინდანია ღირსი ალექსი მღვდელმონაზონი შუშანია, რომელიც სიყრმიდანვე გამორჩეული იყო ქრისტიანული სათნოებებით. ბერად აღკვეცამდე იგი წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძეს დარიგებისთვის ეწვია, რომლისგანაც ლოცვა-კურთხევა მიიღო სოფელ-სოფელელო და მძიმესენით დაავადებული მიუსაფარი ავადმყოფებისთვის ემსახურა, უპატრონო მიცვალებულები კი დაემარხა. ერთხელ გზად მიმავალმა ფარღალავა ფაცხა დაინახა და მისი ღია კარის მიღმა უპატრონოდ ქვეშაგების გარეშე ჭილობზე მიგდებული ახალგაზრდა კაცი შენიშნა. შიგ შევიდა, თავთან დაუჯდა საბრალოს და ვინაობა ჰკითხა. ახლა დაოჯახებული კაცი მძიმე დაავადებულიყო და წელს ქვემოთ მალევე მოწყვეტილიყო. ამ მიზეზით ყოველი ღონე დაეკარგა საარსებო სახსრის შოვნისა. მის ახალგაზრდა ცოლს სრულიად გაეძარცვა საბრალო და მამისეულ სახლში ისე დაბრუნებულიყო, რომ ქმრისთვის ქვეშაგებიც კი არ დაეტოვებინა. საბრალო კაცი ღმერთს გმობდა და იმ ცეცხლში ნატრობდა დაწვას, რომელსაც კეთილი მეგობრები დროდადრო უმთებდნენ. ღირსმა ალექსი ბერმა გაამხნევა კაცი, დახმარება აღუთქვა და სთხოვა, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ შენ ღმერთი არ დაგმო. თავის სახლში დაბრუნდა, ლოგინი და მასთან ყველა საჭირო ნივთი გაამზადა, რაც სნეულს ჭირდებოდა, მოიკიდა ზურგზე და ავადმყოფს მიუტანა. მთელი ზამთარი დადიოდა მასთან და უბლიდა. როგორც კი გამოზაფხულდა, გამართა თავისი ხარურემი, ზედ დავრდომილი დააწვინა და ნოქალაქევის საბანოში წაიღო. იქ რამდენიმე დღე დახვეს. შეუდგებოდა მხარში, ჩაიყვანდა თავის ხელით და დიდხანს ტოვებდა წყალში. ამის შემდეგ მალევე მოკეთდა კაცი და მოკლე დროში ჯოხითაც გაიარა. იგი 3 წლის შემდეგ მიიცვალა თავისი დიდებითა და მადლიერებით, რომელიც ღირსი მამისგან შეიძინა. უკვე ბერად აღკვეცის შემდეგ ქართველი ბერი განმარტოებულ მონაზვნურ ცხოვრებას ატარებდა, მაგრამ ამასთანავე უაღრესად საზოგადოებრივი მოღვაწე იყო. მუდმივად კაცის სიმაღლე ჯვრით გადაადგილდებოდა, რომელსაც ლოცვის დროს მხარზე გადაიდებდა ხოლმე და იტყოდა გოლგოთაზე ამავალ მაცხოვარს მაერთებსო. სწორედ ასე მხარზე ჯვარგადებული შეხვდა იგი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის, რომელიც სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მოდიოდა. 1903 წელი იდგა. რუსი ეგზარქოსი ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად სამეგრელო სკოლებიდან მშობლიური ქართული ენის სწავლების ამოღებას ცდილობდა. სწორედ ამ შეხვედრისას გადასცა ღირსმა ალექსი ბერმა რუს მღვდელმთავარს საპროტესტო წერილი. მომავალმა წმინდანმა თავის წერილში ისე დიპლომატიურად ამხილა ეგზარქოსი და გამოთქვა საწუხარი ქართული ენის ჩაგვრის მცდელობის გამო, რომ ოდნავაც არ შეულახავს მღვდელმთავრის ღირსება. როდესაც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ ყვაოდეს იგი მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასე მოეკეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმა დიდებლურ ეკლესიას. ეგზარქოსი შეშფოთდა. ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის შეხვედრამ და მისმა მხილებამ ძალიან დააფიქრა. იქვე დაამშვიდა და აღუთქვა: ეს მხოლოდ ჭორია და არ მოხდება. როგორც ცნობილია, ეს რუსიფიკატორული განზრახვა მართლაც ვერ განხორციელდა.